ამბობენ რომ გიგი შეყვარებულია. Ну, ჭორი არ არის, სიმართლეა, ეს შემიძლია თქვა, მაგრამ იმ ძალიან დიდი აქცენტი მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაიწერა თითქმის ყველა ჟურნალში და რა ყველგან. რა თქმა უნდა, ჩემი ინტერვიუები იყო ეს ყველა, მაგრამ ну, ძირითადად რასაც ვამბობდი, ხდებოდა ცოტა გამუქება, ხვდებით ამ ყველაფრის და რას გულისხმობ? ორი თვეა ერთად ვართ, ხვდებით და ეს არის ურთიერთობის საწყისი ეტაპი, კი, ერთად ვართ ყველაფერი, მაგრამ ანუ ძირითადად ისე დაეწერა თითქოს, ანუ უკვე ცოლი წავდა, 3 შვილი მყავდა, 7 შვილებიც გავიცანი, რა ხო ხვდებით და ანუ ეს არის საწყისი ეტაპები და რეალურად ანუ ძალიან ბევრი სასაუბრო არც არის. გაუგებრობა გამოიწვია შენი შეყვარებული სახელმა და გვარმაც, იქიდან გამომდინარე რომ ეს პიროვნება დაუკავშირეს მომღერალ ნინი ციკლაურს. კი, ანუ ეს რაღაც მეც გავიგე, მაგრამ არ არის ის ნინი ციკლაური, სხვა ნინი ციკლაურია, იმიტომ ეს ნინი ძალიან ბევრს ქვია საქართველოში, ხო? ბოდიში იმისთვის აქვს შეწუხებისთვის ნინი, ვიცი რომ შეწუხდი, წავიკითხე შენი ინტერვიუ. კომენტარი აქამდე არ გაგიკეთებია, რომ ეს ნინი ციკლაური არ არის, ვინც თქვენ გონიათ? მის შესახებ არასდროს, იმიტომ რომ რატომაც არავის არ უკითხავს, ალბათ იმიტომ რომ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი და თითოეულ შეკითხვას ბლოკავ ასე ვთქვა და ამბობ, არა გამანებით თავი არ მინდა ეს თემა. ბევრჯერ ყოფილა ისეთი მომენტებიც, რომ ну რავი, მოდი ვილაპარაკოთ ამ თემაზე, ძველ სიყვარულზე, ახალ სიყვარულზე. მეუნები უარს და ეხლა ასე ვთქვა დაამუღამეს და მირეკავენ, მანქანაზე მინდა ლაპარაკი, ოჯახზე მინდა ლაპარაკი და უცებ მანქანაში როგორ გრძნობდა სალომე თავს, ნინი როგორ გრძნობს? სად გაიცანი ნინი რა ვითარებაში? სად გავიცანი და ნუ საერთო სამეგობრო ყოლია და ნუ იქიდან გავიცანი, მე დაწვრილებით მე იყოს და რაც შეეხება ნინის რავი, ზედმეტად საყვარელი ადამიანია. ძირითადად რაც მომხიბლა უფრო მეტად მასში არის მისი შინაგანი გარემო, ასე ვთქვათ, ან როგორი ადამიანია და რას წარმოადგენს იქ. საზოგადოების წინაშე ერთად თუ ჩნდებით ხოლმე? საზოგადოების წინაშე იშვიათად ვჩნდებით ერთად, იმიტომ რომ ძირითადად მე ვარ ეგეთი ადამიანი, რომ არ მიყვარს ძალიან ხალხმრავლობები და ეს და ძირითადად სადაც მე ვარ, თითქმის ხშირ მონაკვეთში ისიც ჩემ გვერდზე. ნინი არ ეჭვიანობს შენს წინა ისტორიაზე? არ ამგონია ჩვენებს. ნუ ყოველ შემთხვევაში არაფერი არ მიგრძნია ესეთი და სიმართლე გითხრათ ამ თემაზე არც გვისაუბრია, ანუ როგორ არ გვისაუბრია წინა ურთიერთობაზე, მაგრამ ის რომ ეჭვიანობს თუ არა და ასე შემდეგ არ გვისაუბრია და საერთოდ არ არის ეგეთი ეჭვიანი ადამიანი, რომელმაც შეიძლება რაღაცაზე იეჭვიანოს, იმიტომ რომ იცის რომ ვარ პირდაპირი, ვარ გულწრფელი და არ ვმალავ საერთოდ არაფერს. რა საქმიანობ? ჯერჯერობით სტუდენტი. აქვს ეკვასთან რამე კავშირი? დღეს აქვს გაკვეთილი რის ნახევარზე. შენი მოსწავლეა? ჩემი მოსწავლე არ არის. დღეს აქვს პირველი გაკვეთილი რის ნახევარზე. სტუდია თელაში. კი, აი 15 წუთში.